მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულ სიმადლობა იმისთვის, რომ გამოწერილდეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა. ვინ ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანისთვის? გაიფიქრეთ ადამიანი და ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ მისთვის, ხო? ან რას წარმოადგენთ მის გულში, როგორ გხედავთ და ვნახოთ. გავაკეთოთ ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ერთი ვარიანტი იყოს ესეთი ბუმ და მეორე ვარიანტი იყოს ესეთი ბაყები. ვინ ხართ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის თვალში, გულში, როგორ გხედავთ, ხო, ეს ადამიანი, რას წარმოადგენთ მისთვის. ამავდროულად გეტყვით, რომ ვაპირებ ესეთი აქციის გაკეთებას, იმიტომ რომ ძალიან რთულია ხოლმე, ყველას არ აქვს საშუალება და არა და ინტერესი ძალიან დიდია ხოლმე. 10, 11 და 12 იანვარი ძოლით ახალი წლისთვის, ასე რომ ვთქვათ. პირადი დიაგნოსტიკა, ანუ პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, როგორ გაგრძელდება, როგორ იქნება, თუნდაც 2026 წელი თქვენი ურთიერთობებისთვის, იქნება სულ რაღაც 40 ლარად, ესე გავაკეთოთ და შეგეძლებათ გაარკვიოთ პირად ურთიერთობებში რა გელოდებათ. იმედია მანამდე აირჩიეთ თქვენი სასურველი ვარიანტი. გადავდებ მე მეორე ვარიანტს, ესეთი ბაყაყი. და ვნახოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, ვინ ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანისთვის. ვინ ხართ? მოდით გეტყვით იმას, რომ ამ ეტაპზე ეს ადამიანი გხედავთ ძალიან, ისეთ რომ ვთქვათ, მისი გულის დარდად შეიძლება ესე ვთქვათ, ხო? ანუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამ ადამიანისთვის ძალიან დიდ ემოციას აძლევთ და თუ კი თქვენთან პატარა კონფლიქტი აქვს, თუ კი თქვენთან რაღაცა გაურკვევლობა აქვს, თუ კი თქვენ რაიმე ესეთი სიტუაცია გაქვთ, მისთვის არის ძალიან ემოციური და ძალიან მტკივნეული. ვინ ხართ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აძლევთ ძალიან დიდ რესურს ამ ადამიანს, ხო? შეიძლება ითქვას, რომ მის ცხოვრებაში თქვენ ესეთი მშვიდობის მტრედით იქეცით, ხო? რაღაცა მის ცხოვრებაში საინტერესო ასპექტები, საინტერესო მდგომარეობა გახსენით თუნდაც. ნახეთ, თუ ანუ თქვენამდე არსებულ ურთიერთობებში ადამიანი შეიძლება ვერ ხედავდა იმ სისავსეს, ვერ ხედავდა იმ სიმშვიდეს, იმ ურთიერთობას, რომელიც თქვენთან მიმართებაში დაინახა. მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს თქვენ ხართ სიყვარული, რომელშიც ძალიან და სხვათა შორის იცით რა არის, ცოტა ესე ვიტყოდი, რომ მტკივნეული სიყვარული. ნუ ეხლა მტკივნეული სიყვარული რატო? იმიტომ რომ ნახეთ, მას აქვს შიშების მომენტიც, იმისი რომ თქვათ თქვენ არ დაკარგოთ, ხო? შესაბამისად, თუ კი ადამიანს შიშები აქვს, მისთვის მტკივნეულია რაღაცა სიტუაცია. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უყვარს, რომელიცაც გულით ირჩევს, ესე ვიტყოდი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებაში მართლა ვიტყვიან მაგიურად შეხვედით. შეიძლება ითქვას კიდე ერთ რა მომენტი, რომ ადამიანი თავის სივრცეში ნაკლებად უშვებდა პარტნიორზე, ანუ საწინააღმდეგოს გასის ადამიანს, პარტნიორულ ურთიერთობაში ესე მარტივად ვერ შედიოდა.
და შესაბამისად თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც შეაღწიეთ, ხო, რომელმაც დაიპყრეთ მისი გული, რომელმაც მიეცით სტაბილურობა. ვინ ხართ მისთვის? მე ესე ვიტყოდი, თქვენ ხართ ადამიანი, მისთვის, რომელიც აძლევს ძალიან დიდ სტაბილურობას, ძალიან დიდ ემოციებს. მე ესე ვიტყოდი, რომ მისთვის შეიძლება რაღაცა ოჯახური სიმყუდროვეც და სიმშვიდეც ხართ, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აი მის წარმოსახვაში რომ შეიძლება ქონოდა ურთიერთობა, აი როგორი პარტნიორი უნდა ყოლოდა, ხო, როგორი ურთიერთობა უნდა ქონოდა, ხო, აი ამ ადამიანს ზუსტად აი ის ადამიანი ხართ, ის ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომელიც მის ცხოვრებაში ესე შეიჭერით. თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის ძალიან დიდი შანსი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს თქვენი გაცნობის შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცაზე აეხილა თვალი, ძალიან ბევრ რაღაცას სხვანაირად დაინახა და სხვანაირად გაანალიზა. თუნდაც თქვენი დამოკიდებულება, ხო, ან როდესაც ახლა ადამიანი ძალიან უჭერს ესე ურთიერთობაში შესვლა და ვთქვათ ესე პარტნიორულ ურთიერთობაში, ხო, თქვენ იმდენად დაანახეთ რა არის რეალურად სიყვარული, რა არის რეალურად ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, ხო? ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც შეძლო მისი გულის მოგება, ესე რომ ვთქვათ, მისი გულის მოპოვება და ეს ადამიანი თქვენ გირჩევთ გულით, თქვენ გირჩევთ თავისი მთელი არსებით შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ხართ სიმყუდროვე, თქვენ მისთვის ხართ დადებითი ემოციები, თქვენ მისთვის ხართ შანსები, ანუ შანსი, ახლა ნახეთ ვიღაცისთვის შეიძლება მართლაც რომ მატერიალური კუთხით დახმარებად გაუწიოთ და თქვათ რაღაცა, მაგრამ არა მას არ არის მარტო მატერიალური კუთხე, ხო, უბრალოდ ადამიანს, როდესაც მისცემ ძალიან ისეთ ემოციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და როდესაც ადამიანი არის ისეთ სიტუაციაში, რომ არასოდეს არ ყოლია გვერდში მდგომი ადამიანი, ну, პარტნიორი, ხო, თქვა შეიძლება კი იყო პარტნიორულ ურთიერთობაში, ხა ყველა სხვადასხვა ასაკის არის, ხო, ხა შესაბამისად შეიძლება ყოფილიყო პარტნიორულ ურთიერთობაში, მაგრამ ეს ის პარტნიორული ურთიერთობა არ იყო, რაც თქვენთან ურთიერთობაში განიცადა, ხო, რაც აი თქვენგან დაინახა. ეს მომენტი არის ისე რომ თქვენ ამ ადამიანს მისცით ახალი ცხოვრების სურვილი, ახალი ცხოვრების შანსი და ნახეთ აი აბსოლუტურად ყველაფერს შეხედოს ახლებურად, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც აი შეიძლება ითქვას მის ცხოვრებას სიმსუბუქე მიეცით, მის ცხოვრებას რაღაც სილაღე მიეცით, ხო? ადამიანთან თუ არის ცოტა ესეთი ჯიუტი უჟმური ხასიათის, მით უმეტეს, აი, ვიცით როგორ მომენტია, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ და მის შორის ეს ხასიათების მდგომარეობა იყოს, აი თქვენ ძალიან აქტიური იყოთ, ძალიან ესეთი ქაოტური ადამიანი იყოთ, ხო? რაღაც სულ რო იტყვიან, აი, მზად ხართ რაღაცა ფრენისთვის და ეს ადამიანი რაღაცა პირიქით, ხო, რაღაცა გაჩერებული, რაღაცა ნელა, მშვიდად, ესე რომ ვთქვათ, აი ერთმანეთს აბალანსებს ემოციებშიც. თქვენ რაღაცა ერთმანეთის მიმართ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან უხილავი და ისეთი სხვანაირი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთის მიმართ, ხვდებით და რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვისაც არ არის ეს ადამიანი ისეთი ურთიერთობა, რომელიც თქვათ სხვაგან მოგისმენიათ ან გქონიათ. ეს არის აი რაღაცა განსხვავებული, განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, განსხვავებული ხედვები ურთიერთობაზე აბსოლუტურად. ისე რომ ამ ადამიანის თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მის გულს ათბობს, რომელიც მის შინაგან სამყაროს ამშვიდებს, აწყნარებს, გარეგნულად, ვიზუალურად ამშვენიერებს, ესე რომ ვთქვათ, და როიტყვიან გულის ჩაკრები ბოლომდე გახსნილი აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში. აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი, მშვენიერია, ძალიან კარგია, როდესაც არსებობს ესეთი სიყვარული, როდესაც არსებობს ესეთი ურთიერთობა და დამოკიდებულება. და მოდით ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ვინც ერთში ესეთი აყავით. ვინ ხართ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანისთვის, ხო?
ნუ პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ადამიანი ძალიან ბრაზობს თქვენზე, არ ვიცი რატო გააბრაზეთ ესე, მაგრამ აშკარად ძალიან ბრაზობს. ვინ ხართ ჩაფიქრებული ადამიანი, ეს თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკმაოდ კარგი რესურსული ხართ, ლამაზი ხართ, მომხიბვლელი ხო, ანუ ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომელიც ძალიან ისეთი თავნება არის, შეიძლება ითქვას, ხო, ძალიან რთულია თქვენი მართვა, ხო, რაღაცა შეიძლება ეს მომენტიც იყოს. მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი ცოტა ეჭვიანობს თქვენზე. ვინ ხართ მისთვის? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც, ნუ არ ვიცი, დღეს მე მგონი რაღაცა ისეთი პარტნიორები მოვიდნენ, რომლისთვისაც თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეთ და ეს როლი არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი, მე ესე ვიტყოდი აქ, რომ აი მეორე ვარიანტი უფრო რეალურად გამოიყვანეთ რაღაცა პრობლემებიდან, გამოიყვანეთ რაღაცა ესეთი მდგომარეობიდან. ნუ ხო ვიღაცებისთვის შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რომ აი რატომღაც მოდის ეს ენერგია, შეიძლება რაღაცა სასჯელ აღსრულებლობიდან, ანუ ესე რომ ვთქვათ, ციხიდან გამოიყვანეთ, არ ვიცი რატომღაც მოდის ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ რაღაცა გისავსებს ხედავ. ნახეთ როგორი მომენტი არის. აქ თითქოს ადამიანს მიეცით ახლად დაიწყოს ცხოვრება, ხო? აი თავიდან დაიბადოს ესეთი მდგომარეობა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც გაუწოდა ხელი დახმარების ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა დახმარება. მე აქ ვერ ვიტყვი, რომ ნახეთ, აქ მოდით ესე ვთქვათ, მე აქ ვერ ვიტყვი, რომ აქ სიყვარულის და რაღაც ესეთი ემოციების მდგომარეობა არის. აი ნახეთ, პირველ ვარიანტში აი აბსოლუტურად სრული სიყვარულის მდგომარეობა იყო. რაც შეეხება მეორე ვარიანტში, აქ არის უფრო როგორი მომენტი, იცით, აი თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც თვითშეფასების ამაღლება სცადეთ ამ ადამიანისთვის, რაღაცა სწავლება, რაღაცნაირად ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მიეცით, ხო? ნუ ვიღაცა შეიძლება მართლაც მატერიალურად ეს დაეხმარეთ, ვიღაცას უბრალოდ სულიერად გზა უჩვენეთ, სამსახური დააწყებინეთ, ვიღაცა მართლაც გამოიყვანეთ, თქვათ, ესე ვთქვათ, ციხიდან, ხო? თქვენ მიეცით ამ ადამიანს ენერგიები, რომელიც საჭირო იყო ადამიანური ცხოვრებისთვის, ადამიანური საწყისებისთვის, ესე რომ ვთქვათ. თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის დახმარება. აი, ნახეთ, აქ მე სამწუხაროდ ვერ ვამბობ, რომ აი რაღაცა სიყვარული. რაღაც მომენტში მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება თქვენ ხართ ადამიანი ცდუნება ამ ადამიანისთვის, ხო? ანუ ცდუნება რა მხრივ? თქვენ ურთიერთობაში, ნუ რაღაცა არის მესამე პირების ფაქტორი და თulis რომ, ნუ რა თქმა უნდა, ცდუნებად ხართ, ხო, მის ცხოვრებაში მოსული რაღაცა ეს მომენტი არის. ყოველ შემთხვევაში აქ როგორი რაღაცა, იცით, აი შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცისთვის რაღაც მომენტში ესე ვიტყვი, რომ არ ვიცი, ესეც წამოვიდა, თუ სამკუთხედ სიტუაცია ის მდგომარეობა არის აქ მეორე ვარიანტთან. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მოახერხეთ და დაულაგეთ ოჯახური ურთიერთობები, ესე შეიძლება ითქვას, ან სხვა პარტნიორთან ურთიერთობები. რაღაცა იცით როგორი მომენტი, აი ვინ ხართ მისთვის, თქვენ ხართ მისთვის ასოცირდებით, რა ვიცი, ფსიქოლოგთან, ასოცირდებით რაღაც სასწრაფო დახმარებასთან, რომელმაც აი რა თქვენ პირველადი დახმარება გაუწია და რაღაცა ისე ახალი სული ჩაშთაბერა ამ ადამიანს, ხო? თქვენ აი უბრალოდ მიეცით ამ ადამიანს რაღაცნაირად ისეთი სხვა კუთხით დაენახა, სხვა რაკურსით დაენახა, თქვათ თავისი რთული ცხოვრება, ხო? ნუ ხო გონით, აი რატომღაც მოდის ეს ინფორმაციაც, რომ აი ერთ აქ უფრო სამკუთხედი, არ ვიცი, რატომღაც ესეთი მოდის, რომ თითქოს ადამიანმა რაღაცა ოჯახში დაალაგა ურთიერთობა თქვენი წყალობით, ხო? აი თქვენი
დახმარებით, თქვენი რჩევით, თქვენთან გაანალიზებით, თქვენთან რაღაცა საუბრებით, რითაც მიიღო რაღაცებზე პასუხი, ცოტა ესე რომ ვთქვათ, ვიჩეფასებაც აუმაღლა, რომ აი თქვენნაირმა ადამიანმა მას შეხედა, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, ახლა საკმაოდ ისეთი გახასიათებთ, როგორც ძლიერ ადამიანად, გახასიათებთ, როგორც ყველაფრის შემძლე ადამიანად, ესე რომ ვთქვათ, ხო, ადამიანს, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგად მართოს თავისი ცხოვრება, ხო? შეიძლება ეს თქვენი მართვითი კურსი, რომელიც გააქვთ თქვენი ცხოვრების, რაღაცა ნაწილი გადაეცთ ამ ადამიანს, ხო, რაღაცა თქვენი გამოცდილებები, თქვენი მიდგომები, როგორ მიაღწიეთ სტაბილურობას, როგორ მიაღწიეთ ყოველივეს და შესაბამისად ადამიანმა, გამოიყენა ეს შანსი, რა თქმა უნდა და გამოიყენა სათავისოდ, ესე ვიტყოდი, ხო, რაღაცა თავიდან დაიწყო ყველაფერი, ხო, ვიღაცისთვის ურთიერთობა განაახლა ოჯახში, ვიღაცისთვის ახალი ეტაპი დაიწყო ცხოვრების, მაგრამ აქ როგორი მომენტია, იცით, არა თქვენთან, ამიტომ აქ რაღაცა არსებობს ისეთი მდგომარეობა, რომელიც გიშლით თქვენ ერთობლივ ურთიერთობას ადამიანს, ნახეთ, თუ თქვენ ყავთ პარტნიორი და თქვენ ხართ ურთიერთობაში, ხო, ანუ მისთვის ძალიან რთულია რაღაცა, ხო, რა თქმა უნდა, ხა ურთიერთობა. ან შეიძლება სტატუსით ხართ მასზე მაღლა და იქიდან გამომდინარე არ გამოდის. ხა თუ აი რაღაც არის ხელისშემშლელი ფაქტორი, ესე თulis, ხო? თქვენ როგორც ასეთი მისთვის დახმარებაც ხართ და ამავდროულად თუნება მისი ცხოვრებისთვის, რომ აი თქვენთან ურთიერთობის მდგომარეობა, ხო, რაღაც აი დაუშვებელია, რაღაცნაირად არ გამოდის აქ ურთიერთობა, მაგრამ როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება, მისთვის ხართ ძალიან ისეთი ძლიერი დამხმარე ფიგურა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანმა, ანუ აი არ ვიცი როგორ დაეხმარეთ ამ ადამიანს, მაგრამ იცით როგორი მომენტია, აი მადლიერება ნამდვილად არის, აი იმის რომ თქვენ მიეცით საშუალება ახალი ცხოვრების, ახალი ახლებურად დაეწყო ყველაფერი. ხო, ახლა გეუბნები, თქვენ ხართ სტუდენტები, თქვენ ხართ მისი მასწავლებელი, თქვენ ხართ მისი დამრიგებელი, თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად ვიტყვიან ჭაობიდან ამოიყვანა და გაასუფთავა და დააყენა გზაზე. აი ესე ჩანს. ანუ ნახეთ, პირველი ვარიანტისთვის იყო ის, რომ იყო სიყვარული, იყო ემოციები, აქ არის უბრალოდ ადამიანი, რომელმაც ვიტყვიან სასოწარკვეთი ადამიანს ხელი გაუწოდა და გამოიყვანა მდგომარეობიდან, ხო, აი რაღაცა ეს მომენტი აქვს. ანუ მისთვის ხართ პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი შანსი მიეცით ცხოვრების, ხო, რაღაცა დიდი გაკვეთილი, რაღაცა ისეთი ასწავლეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანისთვის, რომ ესწავლა, ხო, რაღაცა აი შეიძლება აქ რაღაც მომენტში კარმული ურთიერთობის მდგომარეობა იყო და აი რაღაცა დასასრულებელი, რაღაცა სასწავლი ჰქონდა ამ ადამიანს და თქვენი მეშვეობით ისწავლა თითქოს, ხო, აი რაღაცა აი ეს მომენტი არის აი აქ. მეორე ვარიანტად. მოკლედ, რაც არის, ეს არის. არც თქვენს მიმართ არ არის ადამიანი ურიგოთ, განწყობილი, მართალი ხანთლად სიყვარულით არ არის ისეთი მდგომარეობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მადლიერება ნამდვილად აქვს. მოკლედ, ესეთი გამოვიდა პირველი და მეორე ვარიანტი. მეგისურვებთ ბედნიერ ურთიერთობას, მეგისურვებთ სიმშვიდეს, სიწყნარეს, თითოეულ თქვენთაგას და მოკლედ, როგორც გითხარით, 10-11-12 იანვარი იქნება ფასდაკლება და პირადი ურთიერთობების დიაგნოსტიკა შეგეძლებათ სულ რაღაც 40 ლარად, რომ დაგეგმოთ და ყოველ შემთხვევაში ინფორმირებული იყოთ, შეიარაღებული, როგორი იქნება თქვენი პირადი ურთიერთობა 2026 წელს. მეგიტროებით, გემშვიდობებით.